განვიხილოთ ასიმეტრიული შეზის წერტილების მქონე ფრჩხილები. ზემოდან რომ დავხედოთ ფრჩხილს, ახლა ასიმეტრიულობა არ ეტყობა, მაგრამ წინიდან თუ დავაკვირდებით, ერთი პარალელი ზემოთ არის, მეორე ქვემოთ. ასევე შევამოწმოთ ცენტრალური წერტილი სიმეტრიაზე და ვხედავთ, რომ ფრჩხილი გვერდულად იზრდება. და შევამოწმოთ ასევე პარალელები. ჩვენ გვინდა კვადრატის გამოყვანა, მკვეთრად გამოხატული კვადრატის და ვხედავთ, რომ აქ გვაკლია პარალელები, ანუ გვერდებში საჭირო მასალა არ გვაქვს და შესაბამისად ესეც გვაქვს მისაშენებელი. მოხსნას მოვახდეთ ძირითადად ფრჩხილის პერიმეტრზე, ხოლო თავისუფალ კიდეზე მოხსნით მხოლოდ ფერს, გავითვალისწინებთ ასევე იქნება თუ არა აშრევება. დავაკვირდებით შეზის წერტილებში, განსაკუთრებულად შეზის წერტილებში იცის აშრევება, დამალვა. დავაკვირდებით ამ წერტილებს. ეხლა გვერდულად რო შევხედოთ, ვხედავთ, რომ წინ დახრილია ფრჩხილი მკვეთრად და გვერდების პარალელების გარდა ჩვენ გვინდა წინაცვლის აწევა. ორივე მხარეს ვამოწევთ პარალელს და ვხედავთ ორივე მხრიდან როგორც არის და წინა მხარეს თუ შევხედოთ, აი მარჯვენა მხარე არის თითქოს წინ გვერდზე გადახრილი. ამიტომ ახსნისას მარჯვენა მხარეს ზედმეტად არ ავიღებთ და თავისუფალ კიდეზე დავტოვებთ გარკვეულ მასალას, ავიღებთ ხოლმე ფრჩხილის მიდამოში. გვერდით, ან მარჯვენა მხარეს ჩვენ უფრო ზედმეტად ავიღოთ, მასალა 0-ზე რო ავიღოთ, გვერდი კიდევ უფრო მეტად ჩაიხრება. ამიტომ ჩვენ ამ მხარეს არ ავიღებთ მასალას სრულყოფილად, თუ რა თქმა უნდა აშრევება არ არის, დავტოვებთ და ზედ დავაშენებთ. ხოლო მარცხენა მხარეს კიდევ უფრო მეტად ავიღებთ, რომ გადავათანაბროთ ეს ორი მხარე ერთმანეთთან. და ესე ვთქვათ, ფრჩხილი უფრო მოვატრიალოთ, ღერძის მიმართ დავატრიალოთ და გავასწოროთ. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს დანარჩენ ფრჩხილებთანაც და ანუ ყველა ფრჩხილს ახლა ასეთითაოდ აღარ გაჩვენებთ. ახლა გადავიდეთ ახსნაზე. როგორც აღვნიშნე, ახსნას ვახდეთ ძირითადად ფრჩხილის, ნატურალური ფრჩხილის მიდამოში, თავისუფალ კიდეზე ვხსნი მხოლოდ ფერს, ვაკვირდები, სადმე ხომ არ არის აშრევება, ძირითადად აშრევება იმალება ხოლმე შეზის წერტილების მიდამოებში და ყველაზე მეტი ყურადღება ამ ადგილებს მივაქციოთ. ფრჩხილის, ნატურალური ფრჩხილის, ანუ ნუნასთან მიდამოში ავიღებ მთლიანად მასალას, ფაქტობრივად 0-ში, გადავასწორებ ხელოვნურ საფარს და ბუნებრივ ფრჩხილს ერთმანეთთან და მხოლოდ ამის შემდეგ გავსაზღვრავ, რამდენი მასალა მექნება დასამატებელი. სტანდარტულად დავამუშავოთ ფრჩხილის ზედაპირი ქლიბით, გადავასწოროთ ხელოვნური საფარი ნატურალურ ფრჩხილთან და ავწიოთ ხაურები. შევასრულეთ მანიკიური, დავფარეთ ფრჩხილი ბაზით და დავიწყოთ ახლა უკვე ჟელე გელით გვერდების აღდგენა. ვაკვირდებით
აქეთ მარცხენა მხარეს ვხედავთ, რომ გვაკლია მკვეთრად პარალელი, რომელიც უნდა დავამატოთ. მარჯვენა მხარეს შედარებით ნაკლები არის დასამატებელი, ასევე წინა წვერი გვაქვს ასაწევი. ეს არის ჟელეგელი და სქელიგელის ნარევი კონსისტენცია, ხელოვნურად გადავური ერთმანეთში. თუ იმეს დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ და გასწავლით, როგორ უნდა შევქმნათ ესეთი ნარევი. მოკლედ ავიღე კარგად ბლობად წვეთი და გადამაქვს ფრჩხილის ზედაპირზე. მასის ძირითადი ნაწილი გადამაქვს მარცხენა მხარეს, შესტის წერტილში შემაქვს და არაზე გადამაქვს ნატურალურ ფრჩხილთან. ვაკვირდებით ახლა გვერდით პარალელს და ვხედავთ, რომ შესტის წერტილში აშკარად გვაკლია მასალა, ამიტომ მასალა მიგვაქვს, ვეხებით ცოტა კანს, რომ სივრცე შეივსოს და უშუალოდ ნატურალურ ფრჩხილზე გადამაქვს არაზე, ანუ ფუნჩს ვაწვევი და ძირითად მასალას ვტოვებ მარცხენა მხარეს. ახლა ვხედავ, რომ პარალელი გასწორდა, ცოტა შევასწორებ ქვედა მხარეს, რომ შესტის წერტილებიდან გამომავალი ზოლები, ანუ ეს გვერდები, იყოს ერთმანეთის პარალელური და მკვეთრად გამოსახული ლამაზი ოთხკუთხედი იყოს. მორჩენილ მასალა გავიტანეთ მეორე მხარეს, მარჯვენა მხარეს. აქ ვხედავთ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს და არ გვჭირდება ზედმეტი მასალის ატანა. ეხლა წინამდებარე ცხვირი გავასწოროთ, გამოვიყვანოთ კვადრატი. იქედან გამომდინარე, რომ ჟელეგელი და სქელიგელი მაქვს ერთმანეთში მოზელილი, მასალა უფრო ისეთია, რბილი სამუშაო არის. გავაშრეთ ჩვენი მასალა და ვაკვირდებით მარცხენა მხარეს, ვამოწმებ პარალელს და ვხედავ, რომ აი მაკლია სულ ძალიან ცოტა, აშკარად გაშრობისას რაღაცა ერთ მასალა ზემოთ აიწია, ამიტომ ავიღებ პატარა წვეთს და აი ამ ადგილს შევავსებ. ძალიან ცოტა მასალა ავიღე, ამ შემთხვევაში აღარ მჭირდება ბევრი. ფუნჩის წვერი ქვემოთ არის მიმართული და ესეთი დაწოლითი მოძრაობებით ესე ამ ადგილს ვავსებ, რომ შეივსოს გამომავალ შესტის წერტილი და გამომავალი ზოლი და აღარ იყოს ესეთი ნახრეტის სახით. მეორე მხარესაც ვამოწმებთ, აქ ვხედავთ, რომ ყველაფერი გვაქვს კარგად, ვაშრობთ ნატურაში. ეხლა ავწიოთ ფრჩხილის წინ დახრილობა და ძირითადი მასალა თავისუფალი კიდის კიდეზე განვათავსოთ. ფუნჯი მოვატრიალოთ ისე, რომ წვერი ჩვენ გვიყურებდეს და მასალის ნაწილი გადავიტანოთ, გადავქაჩოთ ნატურალურ ფრჩხილისკენ, ისე რომ ძირითადი მასალა დარჩეს თავისუფალ კიდეზე. ანუ ფუნქცია იმისა, რომ აიწიოს წინ დახრილობა, ამისათვის საჭიროა, რომ მასალის ძირითადი მასა დარჩეს წინა მხარეს. ეხლა მე ესე ამოვქაჩავ ფუნჯი და ესე ხშირ მოძრაობებს ვაკეთებ და არა ესე მეჩხერს, რადგანაც აი ეს წვერი გავაკეთო წვერი, მე შემდგომ როდესაც ჩვენ გავამაგრებთ ეხლა გავაკეთოთ გამაგრება და თან აქვე მინდა მარმაილოს ეფექტის დიზაინიც გაჩვენოთ, არ შეგაშინოთ დიდი ოდენობის გელმა, რომელსაც ახლა მე დავდებ ფრჩხილზე. ეს არ იქნება მოხატული მარმარილოს ეფექტი, ეს არის უკვე ფაქტობრივად აშენებული მარმარილოს ეფექტი. ანუ რეალობაში როგორც არის, მარმარილო შეიქმნება მსგავსი კონსტრუქციით. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავამზადოთ მარმარილოს ეფექტისთვის საღებავები. ამისთვის ავიღე მე ყავისფერი, ბეჟი და მოწითალო ფერი და ასევე მათ ასე ვთქვათ დავუდები პარალელურად გამჭვირვალე გელი და ესე გადავურებ ერთმანეთში. ოღონდ არ გადავურიოთ ისე, რომ აირიოს და ერთი კონსისტენცია ფერი მივიღოთ. ანუ რაღაცნაირი ესეთი თითქოს გამჭვირვალე გელშივე ნახატი რომ მივიღოთ, ისე გადავურიოთ. ასევე გამოვიყენებ ჩემს ნარევ ჟელე გელს. შევქმნი სასრიალო მილიდანს ახლა ფრჩხილის ზედაპირზე და ნელ-ნელა დავიწყებ კონსტრუქციის შექმნას. აქვე გეუბნებით, რომ მასალა დაიდება ძალიან ბევრი,
ესე ერთი შეხედვით შეიძლება შეგეშინდეთ და იფიქროთ, როგორ უნდა დაიქმნოს ეს მასალა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე მოვიშველიებთ აპარატს, რადგანაც აპარატთან ურთიერთობა ვიცით და მთელს ამ დასაქმლებ პროცესს ძალიან გავიმარტივებთ და ვფიქრობ, თქვენ ძალიან მოგეწონებათ ეს სისტემაც. დაკლების სისტემა. მოკეთ ავიღეთ ჩემი პალიტრა და ავარჩიოთ რანდომის ფერები, ავკრიბოთ ჩვენს ფუნტზე. ამ შემთხვევაში ავიღებ, ახლა ჯერ დავიწყებ მოწითალო ფერით და ნელ-ნელა წამოვაცმევ თითო ფერს ფუნტზე ისე, რომ არ აირიოს ფერები ერთმანეთში, ესე დასოლილი ნახატის ეფექტი რომ მივიღოთ. ვფიქრობ, ეს ნანახი გექნებათ თქვენ გელ-ლაქებით, როდესაც აკეთებენ ხოლმე რაღაცა სტრუქტურულ დიზაინს, აი გექნებათ ნანახი და დაახლოებით ხვდებით ახლა ესეთ შვები. მოკეთ ესეთი წვეთი უნდა გამოგვივიდეს და ეხლა მე ამას გადავიტან ფიჩქელზე, ხო გადატანის ასე პირდაპირ კი არ გაუსვათ ქაოტვად, არამედ რაღაცა ტალღისებური მოხაზულობა გაუკეთეთ, ისე რომ ისე გადაიტანეთ ეს გელი ფაქიზად, რომ ასე ვთქვათ, ფერები ერთმანეთში ძალიან არ აიზილოს და არ დახკარგოს აი ეს მოხაზულობა, რომელიც გელში არის ესე ბუნებრივად, ასე ვთქვათ, შექმნილი. მე ხა ადგილ-ადგილ დავდებ ამ გელს და ცარიელ ადგილებს შევავსებ და ვითამაშებ, ესე ვთქვათ, ფერებით. კიდევ ერთხელ მეორე ფერქარი გამჭვირვალე გელი და ფერები ერთმანეთში არაეულია, ამიტომ გამაგრების ამ სისტემას არ შეგეშინდეთ, აბსოლუტურად მყარი ფრჩხილი გამოვა და ახლა ვანაწილებ მე ამ ფერებს სხვადასხვა ადგილას ისე რომ შეივსოს კონსტრუქცია და შეივსოს სიცარიელებით. პერიოდულად ვატრიალებ ჭხილს, იმიტომ რომ როგორც ხვდებით, გელი გადის გვერდებში და ჩვენ რომ ეს არ ჩაგვეყვაროს და რაღაც საშინება არ მივიღოთ, ამიტომ პერიოდულად ესე ამოვატრიალოთ ჭხილი. ცარიელ ადგილებს, იმ ადგილებს, სადაც დაფერილ გელს არ დავდებ, გამჭვირვალე გელით შევავსებ. ვუხობთ. ეს გამჭვირვალე გელი, ახლა ეს ხომ გამშრალი არ არის, რაც ხო ხარ საღებავით დადებული. და ეს გამჭვირვალე გელი მთლიანად კი არ გადაუსვათ, ანუ ცარიელი ადგილები ესე შეავსეთ და ესე გააქაჩეთ საჭირო ადგილებში გელი. ვიცი ხა ფიქრობთ, რომ რამდენი რაღაცა იდება და რას ვთამაშობთ, როცა შეიძლება ხელით დავხატოთ, მაგრამ ჩვენ ხო ხელოვანი ადამიანები ვართ და მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლებთ რაღაცა დავხატოთ. შეგვიძლია გელითაც შევქმნათ რაღაცა კონსტრუქციები და ამიტომ ყველაფერი უნდა ვცადოთ. ეს ხერხიც გარკვეულწილად მომეწონა, ახლა კამერა არ გადმოსცემს თლად ისეთ ნახატს, როგორიც არის რეალობაში და სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ ძალიან ლამაზი ეფექტი რჩება ფრჩხილზე. არაფერი არ შეედრება ესეთი სტრუქტურულად შექმნილ დიზაინებს, იმიტომ რომ მთელი სიღრმე, სილამაზე მოსჩანს. ამოტრიალების დროს, ანუ არ დაიწყოთ ზედაპირის გადასწორება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ანუ ჩვენ რო ვიცით ხოლმე სტანდარტული გასწორება ზედაპირის, რომ ესე რო გავასწოროთ, ამ შემთხვევაში ნახატი აიზილება. ამიტომ ჩვენ მას ვუფრთხით. მაქსიმუმ ჩვენად შეგვიძლია ხელი ვატრიალოთ საჭირო მიმართულებით, რომ გელი გადაიწიო, გადამოიწიოს იმ მხარეს, სადაც გვჭირდება. არ შეგეშინდეთ ახლა აქ რა სიტუაცია ძდებს კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაიკლიბება და ჩვენ საჭირო მასალა იმისათვის, რომ სტრუქტურულად და კონსტრუქციულად ფრჩხილი იყოს გასწორებული, ჩვენ ეს პირველ საფეხურზე გავაკეთეთ. მოკლედ ახლა ვაკეთებ სად გვაკლია, ესე ვთქვათ, გელი და აი იქეთ გადმოვანაწილებ ამ გელს. ძალიან ისეთი ჩამთრევი პროცესია, ძალიან ისეთი თავიდან ფიქრობ ამას რა გააკეთებსო, მაგრამ მე იმდენად რაღაცნაირად ერთოვი პროცესში, რომ ამატებ გელს და ათამაშებ ფერებს. სოთაშორის ძალიან ლამაზი ეფექტი არის მწვანე ფერშიც, რომ გააკეთოთ მანუელოს ეფექტი. ის ფრჩხილი გავაშრეთ, რა თქმა უნდა, და ვიწყებთ ახლა მეორე ფრჩხილის გაკეთებას.
აქაც ანალოგიურად მოკლედ გელები შევაზავებ ფერებში, როგორც წეხამქენი და ვანაწილებ ქაოტურად ისე, რომ მარმარილოს узორი გამოისახოს. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ესე დიზაინების შექმნა, სადაც ქაოტურად არის ფერი განაწილებული, ბევრად მარტივია მათი შექმნა, ვიდრე თქვათ კონკრეტული ვარდის ან რაიმე კონკრეტულის გამოხატვა, იმიტომ იქ უფრო მეტი სიზუსტე გჭირდება. და ასეთი დიზაინის შექმნას ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს ძალიან მარტივად. მოკლედ გავაჟრეთ ჩვენი ფრჩხილები, ხედავთ რომ ძალიან მასიური სისქე გვაქვს და ჩვენ ყოველთვის დაქლებას ვიწყებთ აპარატით და პირველი საფეხური არის წინამდებარე კიდის მოქლება აი ესეთი ტიპის პირით, იმიტომ რომ ამას აქვს ბრტყელი ზედაპირი და კლიპის მაგივრობას გვიწევს და ეხა ამით ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვჭრათ თავისუფალი კიდე ისე რომ 90 გრადუსიანი კუთხე მივიღოთ ზედაპირსა და წინა მხარეს შორის. და შემდეგ აპარატის პირს ზემოდან გადავატარებთ და გადავასწორებთ ზედაპირს ისე როგორც ჩვენს გვჭირდება და როგორცაც ჩვენ ამას კლიპით გავაკეთებთ. ჩხილის დამოკლების, ასე რომ ვთქვათ, დროს აუცილებლად ჩხილს ვატრიალებთ გვერდულად, აპარატის შუა გულს და არა წვერს, შუა გულს მივადებთ 90 გრადუსიანი მდგომარეობით ჩხილთან და ქვემოთ ჩავწევთ აპარატს. ამ შემთხვევაში, რადგან ჩხილი მოტრიალებულია, ჩვენ ქვემოთ ჩავწევთ, ნახევრამდე ჩავამუშავებთ ჩხილს, მოვატრიალებთ შემდეგ ჩხილს და მეორე ნახევარს, ასე ვთქვათ, გადავასწორებთ. ეს შემდგომ ჩვენ ზედაპირის დამუშავებას დავიწყებთ, არ ავწევთ აპარატის პირს ზემოთ, არამედ მთელი სიბრტყით მიედება ჩხილის გვერდიდან დავიწყებთ და ნელ-ნელა გადავყვებით ერთი მხარიდან მეორე მხარეზე და რადგანაც აპარატის პირი არის ბრტყელი, აბსოლუტურად სწორი ზედაპირი გამოგვივა. გავითვალისწინოთ, არანაირი ახრა-დახრა ამ პირის არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ დავარღვევთ უკვე ჩხილის კონსტრუქციას და რაც ვიწვალეთ, ფაქტობრივად წყალში ჩავყვეთ. ეხლა დააკვირდით აქ, ნახეთ, ჩხილი მომრგვალებული, მეორე მხარეს კი აბსოლუტურად 90 გრადუსიანი მონაჭრელი გვაქვს. საჩვენებელი თითის შემთხვევაში რაც გვაქვს, ესეთი სიტუაცია არ დატოვოთ, იმიტომ რომ ეს ორიენტაციაში ძალიან ხელს შეგიშლით, ამიტომ ისე მოვაკლოთ, როგორც ხედავთ, ნახევარს ვამუშავებ თავისუფალი კიდისას, მერე ვატრიალებ ჩხილს და უკვე მეორე ნახევარს ვატრიალებ ზემოდან ქვემოთ დაშვების აპარატის პირის დაშვებით. ეხლა ვიწყებ გვერდის დამუშავებას, ჩამოვაკლებ, როგორც კლიპით ვიზამდი, ისე ჩამოვაკლებ ზედმეტ სისქეს, თან ვუყურებ ზემოდან, რომ შეძის წერტილინა გამომავალი ხაზი იყოს სწორი და ვიწყებ ზედაპირის გადასწორებას, ანუ მივყვები აპარატის პირით ერთი მხარიდან მეორე მხარეს და წინა მხრიდან ვამოწმებ ხოლმე, სად გვაქვს უფრო მეტად მოსახსნელი გელი და სად არა. აქ უნდა მივიღოთ აბსოლუტურად სწორი ზედაპირი, ანუ აპექსის ზონიდან უნდა მოდიოდეს სწორი ხაზი თავისუფალ კიდემდე და გადმოვყვებით აპარატის პირით მეორე მხარეს. ვიწყებთ ქვედახრიდან ამოკლებას, აპარატის პირი ნახეთ, სწორად კი არ დევს, არამედ დახრის კუთხე გვაქვს ამ შემთხვევაში და წინ და უკან მოძრაობით ვქნიბავ და არა გვერდებში არ გავდივართ არავითარ შემთხვევაში, თაღს არ ვაფართოვებ, ჩვენ გვინდა შუაგულის ამოღება და თან პერიოდულად ვამოწმებ
ნებს თავისუფალი კიდის სისქეს ესე თითს ამწევთ ზემოთ და შევხედავთ 1 მმ სისქე თუ არ გვაქვს ვაგრძელებთ ამოკლებას აპარატის პირის მოძრაობას დააკვირდით წინ და უკან მოძრაობს ეს ერთ ადგილზე არ ვაჩერებთ რადგანაც გაახურეს ჭრილს და არ იქნება სასიამოვნო მოხმარებისთვის ხედავთ რომ უკვე საკმარისი სისქის არის და ვიწყებთ პარალელების გასწორებას ანუ შეძის წერტილი და თავისუფალ კიდევ ხო სწორი ხაზი უნდა გამოდიოდეს ვიმარტივებ საქმეს და აპარატით ესე ვთქვათ ჩამოვასწორებ ეს დროშიც მეხმარება დროში უფრო სწრაფად კეთდება და მე უკვე იდეალურობამდე მიმყავს ფრჩხილი კლიპით. აქ უკვე დასაქმებით ბევრი აღარაფერია, უკვე კლიპით ვასწორებ თავისუფალ კიდესაც და ზედაპირსაც. ეს ნაკლების სტანდარტული სქემა, რომელიც არაერთხელ გაგვივლია. აქაც პირველ რიგში თავისუფალი კიდის შემდეგ ვამუშავებ გვერდებს, რომ სინუსებიდან გამომავალი ხაზი იყოს აბსოლუტურად სწორი და პერპენდიკულარული უნდა იყოს თავისუფალი კიდის მიმართ. ხედავთ რომ ყველა ადგილი არის ერთმანეთის ტოლი და ვიწყებთ ზედაპირის დამუშავებას, უნდა გადავყვეთ კლიპი მთელი სიბრტყით ეკვრის ფრჩხილს და უნდა გადავყვეთ ზედაპირს, რომ იდეალურად დაკლებილი გამოგვივიდეს. გამიხსენოთ წინა მასალაში გავლილი დაკლების სქემები, გადავაბლოთ თვალი თუ აღარ გვაქვს, სადაც კარგად მოქვს აღწდილი ნაბიჯ და მოვბრუნდეთ ისევ ამ თემს. ძალიან გამახარდება თუ თქვენ ამ დიზაინს გაინორებთ და ჩავიგდებთ. ეხლა წინა ხედავ ამოწმებ გვერდებს და ზედაპირს, სად რა მაქვს დარჩენილი, როგორც იცით ეს წინა ხედა კარგად ჩანს ზედაპირზე, სადმე ზოლები ხო არ არის დარჩენილი, კუთხოვანი ზოლები, რომელიც უნდა აიხსნას კლიპის მეშვეობით. კვადრატის ფორმას, რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო, ყველგან უნდა იყოს პარალელური, სიმეტრიული და კვადრატული ფორმის, მაგრამ თაღოვან ასპექტში გადამრგვალებული ზედაპირი უნდა ჰქონდეს, ესე მრგვალი თაღის ფორმა უნდა ჰქონდეს. კლიპი ჩადის ახლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადადის და ამუშავებს ერთი სინუსიდან მეორე სინუსის მიმართულებით. თუ თქვათ ესეთი მოტრიალებული ხით ჩვენ გვიჭირს ჩაქლება ფრჩხილის, შეგვიძლია მეორე პოზიცია დავიკავოთ კლიპის და მთელი სიბრტყით უნდა მივადოთ ფრჩხილს კლიპი და ჩამოვკლიბოთ. ყურადღება მიაქციეთ ხოლმე, რომ დაკლების დროს თავისუფალი კიდეს არ წაარტყათ კლიპი, რომ ეს პერპენდიკულარული სიმეტრია არ ჩამოვტეხოთ, ესე ვთქვათ. ასე გამოქნევის შედეგად ხდება ხოლმე ზემართებად მოსწავლეებს, ჩამოიქნევენ კლიპს და თავისუფალი კიდე იმის მაგალითად რომ პერპენდიკულარული იყოს ან კუთხეს წავთლით უნებურად და უკვე კვადრატს აღარ გავს. მოკლედ სტანდარტულად ვამუშავებთ ზედაპირს. ვამოწმებ წინა მხრიდან რამე ხო არ დაგვრჩა დასამუშავებელი და ვხედავთ რომ ყველაფერი კარგად არის და გადავდივართ გვერდითა პარალელებზე. კლიპის ვიცით როგორც შედის, უკვე კლიპი უნდა იყოს ქვედა პარალელის, ზედა პარალელის პარალელური უნდა იყოს. ტავტოლოგია გამომივიდა, მაგრამ მე მგონი ხვდებით რასაც ვამბობ. კლიპი ქვემოდან უნდა მიედოს ქვედა პარალელს ისე რომ სინუსებს არ შეეხოს, სინუსებში არ შევიდეს და დაკლიბოს მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც არის ზედმეტი. სინუსებიდან გამომავალი ხაზი აბსოლუტურად სწორი უნდა იყოს.
ეხლა საბოლოო დაკლება გავაკეთოთ შიდა მხარით, ავიღე ნაზვის ფორმის პირი და ვამუშავებ უკვე დარჩენილ მონაკვეთებს. აპარატის პირი მთელი სიბრტყით ედება ფრჩხილს და ეტაპობრივად ნელ-ნელა ვათხელებ კედლებს. თან მოვყვები თაღის ფორმას და ტრაექტორიას ვიმეორებ აპარატის პირით. მეორე მხარის დამუშავებისას აპარატის ცხვირის ზემოთ არ მიმართული, ეს იმიტომ რომ ამ ბრუნვაზე აპარატის პირი არ აგვიხტეს და ფრჩხილის ზედაპირზე არ გადაგვიტარდეს, ესე რომ ვთქვათ. ჩარჩენილ აი კუთხეებს, რომელიც სინუსებში არის და ვერ შევდივართ იმ აპარატით, ვამუშავებთ უკვე ლუნების დასამუშავებელი ფრეზით და თავისუფალი კიდის და პარალელების კიდეს, ასე ვთქვათ, ბოლომდე უყოფილობაზე დაგვაქვს. თაღს ვამუშავებთ ისევ იმ პირით, რომელთაც მოვხსენით და ავხსენით და მოკლედ ესეთი ულამაზესი დიზაინი, უთხემის ფრჩხილები გამოგვივიდა, გავწმინდეთ, ტოპი გადაუსვით და